მე რომ ეს ვისურვე, ამიტომ მე უკვე წოდე შემინდე უფალო და არ აღვასრულებ. ეს უკვე მოღვაწეობაა. მრუშობა ნიშნავს დაქორწინებულის და სიძვა ნიშნავს დაუქორწინებელის. მამაკაც რო კითხო მე, უმრუშია თუ არა, კი კაცო გეტყვის. თავისუფლად. და ბავშვმა უშორებია თუ არა. თავისუფლად გეუბნება კის. რომელი უფრო დიდი ცოდვა ღვთის წინაშე. სიბრმავეა ცოდვის მიმართებაში. ზრუნვა გარდაცვლილების სულის ცხონებაზე მიწიერიდან რითი შეიძლება შევეციოთ ცოცხლები, ასე ვთქვათ. შენი ლოცვა მასთან მიდის. ამიტომ როცა ჩვენ ახლობელისთვის ვლოცულობთ, აქ ჩვენს მდგომარეობას აქვს მნიშვნელობა. არა შესაძიერს. ღმერთმა შემოქმედმა ერთადერთი ქმნილება შეიმოსა. განკაცდა. კი არ გაანგელოზდა. ეკლესიური სწავლებით რა არის 40. ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სწავს, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე. ეს არის ქრისტიანობა. პრაქტიკული ქრისტიანობა. მეგობრებო, მოგესალმებით დროების YouTube არხის მსმენელებს, მაყურებლებს, ჩვენს გულშემატკივრებს. გადაცემათა ციკლი მამა დოროთეს ამბიონი მოგესალმებათ, მისი შესაბამისად უცვლელი ძირითადი წამყვანით არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილით. მადლობა მას ამ შესაძლებლობისთვის. ამ გადაცემაში ჩვენ ვსაუბრობთ რელიგიაზე, ვსაუბრობთ ქრისტიანობის არსზე, სწავლებაზე, მის შინაარსზე, იმაზე თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი. ბევრ საინტერესო ქრისტიანულ მოვლენაზე ვისაუბრეთ უკვე ჩვენს გადაცემაში და მათ შორის ჩვენ ვიღებთ შეკითხვებს ჩვენი მუდმივი მსმენელებისგან, მაყურებლებისგან და დღეს გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე მათგანს უპასუხოთ. მამა დოროთე, მათ შორის ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც ჩვენი გადაცემის გულშემატკივარმა, თქვენმა პატივისცემებმა ადამიანმა გამოგვიგზავნა, მაგალითად არის ასეთი, რომ კითხვა არის ასეთი, როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ გარდაცვლილი ადამიანის სულზე. ჩამოთვლილია 40 და წლის თავის გარდა კიდევ დაუშვათ თუ არის და რა დღეებია ისეთი, რომელთა მიმართებაშიც განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს და რა ფორმით, როგორი შინაარსით უნდა გამოხატონ არა მარტო პატივისცემა, არამედ ზრუნვა გარდაცვლილების სულის ცხონებაზე მიწიერიდან რითი შეიძლება შევეციოთ ცოცხლები, ასე ვთქვათ. სხვა სამყაროში გასულ ჩვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს, ჩვენ საყვარელ ადამიანებს. არის კიდევ რამდენიმე შეკითხვა, რომელსაც საუბრის დროს ვეცდები რომ გამოვეხმაურო, აქვე მინდა ვთხოვო ყველა მათგანს, რომ თუ კი ექნებათ ასეთი შეკითხვები, რაც უკავშირდება ქრისტიანობის სწავლებას ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, ასე ვთქვათ, პრაქტიკულ ქრისტიანობასაც ამავე დროს მოგწერონ და ჩვენ ვეცდებით ხოლმე შიგადაშიგ, როცა გადაცემის თემატიკა მოგცემს ამის შესაძლებლობა, მას გამოვეხმაუროთ და თქვენი მეშვეობით ვუპასუხოთ, სანამ მამა დოროთე დაიწყებს საუბარს. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ და გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ჩვენი გადაცემები, გაუზიაროთ თქვენს ახლობლებს და მეგობრებს იმისთვის, რომ ეს ცოდნა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი, რაც შეიძლება ფართო აუდიტორიისთვის. მადლობა და დავიწყოთ. მადლობა. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ჩვენს მსმენელს. მადლობა ღმერთს, რომ ჯერჯერობით გვაქვს იმის საშუალება, გვაქვს ეს ამბიონი და მადლობა იმ მსმენელებს, რომლებიც აქტიურობენ, კითხვებს სვამენ. მე გამიხარდებოდა უფრო მეტი კითხვაც, თუნდაც იყოს კრიტიკული, არა შეურაცხყოფითი, არამედ კრიტიკული, ან თუნდაც რაღაცა ვერ გაიგო, ან გაიგო არასწორად, ან მე შეიძლება რაღაცა ისე ვთქვი, რომ მისთვის გაუგებარი იქნა, დაწერონ ეს დაზუსტება საჭიროებდეს, ან კიდევ უფრო მეტად ღრმად შესვლას არის სხვათა შორის იგივე იოანე ნათლისმცემელთან დაკავშირებით ჩვენმა მაყურებლებმა ამ მიმართულებით დაგვისვე შეკითხვები, თქვენ საუბრობდით ამაზე, მაგრამ აი გაღრმავება შეიძლება საჭიროებდეს მომავალში. დიახ. და ეს საინტერესო კითხვა, ის იოანე ნათლისმცემელზე რაც დაგვისვა, მაგაზე 2 წუთი 3 წუთი 4 წუთი 5 წუთი 6 წუთი 7 წუთი 8 წუთი 9 წუთი 10 წუთი 11 წუთი 12 წუთი 13 წუთი 14 წუთი 15 წუთი 16 წუთი 17 წუთი 18 წუთი 19 წუთი 20 წუთი 21 წუთი 22 წუთი 23 წუთი 24 წუთი 25 წუთი 26 წუთი 27 წუთი 28 წუთი 29 წუთი 30 წუთი 31 წუთი 32 წუთი 33 წუთი 34 წუთი 35 წუთი 36 წუთი 37 წუთი 38 წუთი 39 წუთი 40 წუთი 41 წუთი 42 წუთი 43 წუთი 44 წუთი 45 წუთი 46 წუთი 47 წუთი 48 წუთი 49 წუთი 50 წუთი 51 წუთი 52 წუთი 53 წუთი 54 წუთი 55 წუთი 56 წუთი 57 წუთი 58 წუთი 59 წუთი 60 წუთ
ცალკეც ვისაუბროთ და უფრო დაუბრუნდეთ სხვა დროს. თუ რატომ არ გაყვა იესოს, ანუ რატო არ გახდა მისი მოწაფე და ზუსტად ასეთი იყო კითხვის ფორმულირებაც ჩვენი დროების მაყურებლის. ხო და ძალიან საინტერესოა და ეხლა ამ კითხვას რაც შეეხება, მოდი ესე დავიწყებ, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის ხატად და მისცა მას თავისუფალი ნებელობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ანუ ადამიანს რომ უთხრა ღმერთმა ამას ნუ შეეხები და ამას რო შეეხები მოკვდები, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს მისცა ნებელობა შეეძლო შეხება და შეეძლო არ შეხება. მიიღოს გადაწყვეტილება. მიიღოს თვითონ გადაწყვეტილება. ეხლა ეს რას გვეუბნება, რომ ამ ქვეყნად და საერთოდ სამყაროში გულისხმობ სულიერს და მიწიერს. არსებობს სამი ნება. ღმერთის, ადამიანის და ეშმაკის. აი ამ ნებელობაში ღმერთი არც ადამიანთან და არც ბოროტთან არ არის მოძალადე. არ ძალადობს ღმერთი. ღმერთი არ არის რამე რო ძალით გაგაკეთებინოს შენი ნების გარეშე. იმიტომ რომ აზრი არ აქვს. თუ რამეს ღმერთი გაგაკეთებინებს კეთილს შენი ნების გარეშე, შენი სურვილის გარეშე, შენ კეთილი მაინც ვერ გახდები. ამიტომ ღმერთისთვის საქმე კი არ არის მთავარი. შენ როგორი ხარ და შენ ვინ ხარ და შენ ვინ იქნები, ეს არის მთავარი. შენ რამდენად გინდა თავისუფლება ამას მოიცავს. თავისუფალი ნებით აღსრულებული არის ბოროტიც, ანუ ჩემთვის მე თუ ესე ვაკეთებ და ეს მინდა, მაშინ ვარ მე ბოროტი. და თავისუფალი ნებით აღსრულებული კეთილი მე რომ ესე მინდა, ეს არის კეთილი, მაგრამ დააკვირდით, ამავდროულად შეიძლება აღსრულებულიც არ იყოს. აი მაგალითად, ღმერთმა რო თქვა, ვინც გულისხმით შეხედა, მან უკვე იმრუშა, ანუ მრუშობა ჩადენილი არ არის. დიახ. მაგრამ გულისხმით შეხედა. აი ამ შეხედვასა და მოქმედებას შორის ხარი განსხვავება. კი, ისურვა. მაგრამ არ აღსრულებია. შეიძლება ვერ აღსრულა, იმიტომ რომ საქმის აღსრულებას წინამდებობები აქვს. დიახ. ვერ აღსრულა, მაგრამ ხო ისურვა. შეიძლება ისურვა, მაგრამ მოქმედებაში არ გადაზარდა. თუ არ გადაზარდა, დიახ. ეგ არის უკვე ასკეტიკა. ეს არის უკვე ნება გამოიჩინა და შეეკავა ისაცტური სურვილი, ხო? ანუ იმიტომ რომ ჩათვალა არასდროს სურვილი თავში მოვიდა რაღაცა დაუშვათ ინსტინქტის დონეზე, ეს არის უკვე ცოდვა? არა. ცოდვა არის ქსურს. მე ასე მსურს. ეს უკვე ცოდვაა. მაგრამ ეს მე თუ არ ვაღვასრულე, იმიტომ რომ შემეშინდა იმის პატრონის. ხო, ეგ არითვლება ეს. ეგ არითვლება ეს უკვე ცოდვა. მაგრამ მე ეს მოვისურვე, მაგრამ ღვთის მცნება გამახსენდა, მე რომ ეს ვისურვე, ამიტომ მე უკვე ცოდე, შემინდე უფალო და არ აღვასრულებ. ეს უკვე მოღვაწეობაა. ანუ საკუთარ თავში ვარჯიში, რომ ის სურვილები, რომელიც მოდის შენ დაუნებურად, თუნდაც ან შენი სურვილია ხორციელი, მაგრამ ამას არ აკეთებ, იმიტომ რომ ეს ცოდვაა. ეს არის მთელი ახსარება. და მღვდელთან თუ როცა ამას ამბობ, მღვდელმა ის უნდა გითხრას როგორ ებრძოლო.
სხვა შორს ამაზეც იყო შეკითხვა ჩვენი მაყურებლის, რომ აი ახსენება როგორ უნდა ვთქვათ, მღვდელმა როგორ უნდა მიცეს მიმართულება ამ ხრივ მრევლს. დიახ. ესეც საინტერესოა. აი ეს არის ახსარების უმთავრესი ნაწილი. ეფრემ ასური ამბობს, რომ სულს ხელი არ აქვს საქმის აღსასრულებლად. სულის ხელები არის ფიქრები, სურვილები უბრალოდ. აი მაგალითად ჩვენ ხორციელად ფეხი მჭირდება, ხელი მჭირდება, მივიდეთ უნდა და აღვასრულოთ უნდა ის რაც გსურს. როცა გვინდა ხილის, ვაშლის მოწყვეტა, ან რაღაც უნდა ვესრულოთ, ან ავიდეთ და ან მივწდეთ, ან კიბით, ან იმით და უნდა მოვწყვიტოთ. ანუ მოქმედებაა საჭირო. და სულს აი ამ სულის მოქმედება არის განზრახვა, ფიქრები. ამიტომ აი ეს განზრახვები მე ხშირად ვამბობ ადრეც მithქვამს ახსარების დროს. ადამიანის მორწმუნის ახსარება უნდა იყოს საკუთარი სურვილების განხილვა მღვდელთან წმინდა წერილის მიხედვით. ანუ ეს მღვდელი უნდა იყოს წმინდა წერილში განსავლული და უნდა ამოწმებდეს რა სურს და რა არ სურს. აი მაგალითად რაღაცას რომ იწუნებს თავის თავში. მე ხშირად მithქვამს რომ რატო იწუნებს კარგია. იმიტომ რომ მორწმუნემ უნდა იცოდეს რა დაიწუნოს და რა მოიწონოს. აი ეს თუ არ იცის, ახლა ჩვენი ახსარებები არის უფრო ამქვეყნიური. ანუ ჩვენ როგორც მამარდაშვილი ამბობს, ჩვენი სული დასტრუქტურებულია, ჩამოქნილია, ჩამოყალიბებულია ქრისტიანულად, მაგრამ არა სრული ჭეშმარიტებით, რა თქმა უნდა. ანუ ერში მიღებული ტრადიციები ხო ქრისტიანობიდან მოდის. დიახ. და ჩვენი სული აი ამაში, რაც ტრადიციაში მიუღებელია, იმაში არის ფიქრობს, რომ დამნაშავეა, თუ იმას გააკეთებს. ამისი ნათელი მაგალითი არის, მაგალითად, ვინც გულისხმით შეხედა, მან იმრუშა, ხო თქვით? მოდი ეს ახლა გადავიტანოთ კაცზე და ქალზე. ჩემი თაობის ადამიანებზე, თქვენი თაობის ადამიანებზე თუ ვიმჯელებთ, ახლა არ ვიცი, ახალგაზრდები უფრო სწორად აზროვნებენ, ვიდრე მაშინ ჩვენ. ახსარების დროს მამაკაც რო კითხო მე ცოტა დასრულა ჩემი ასაკის მიმას და მამაკაც უმრუშია თუ არა კი კაცო გეტყვის თავისუფლად ერთირის შეიძლება გაეღიმოს კიდეც შეიძლება სიემაღითაც გითხას ან რომც არ კითხო ახეთ გეტყვის თავისუფლად ესეთ რაღაცა ხო, მამაკაცური სრულფასოვნების ერთ-ერთი შემდგენელი იყო ეს, ხო, თაობების და განმავლობაში. დიახ. ანუ პირიქით თუ კაცი ჩემს ასაკში, ან ჩემს თაობაში თუ კაცი ქალთან არ იყო ნაცხოვრები, პირიქით სირცხვილად ითვლებოდა. ნაკლი იყო. მაგრამ ქალზე არა. ქალზე უდიდესი სირცხვილი იყო. ამიტომ მე აქეთ მაგალითად ვიცი რომ ყველას უჭირს. თუ ღალატია თუ ის ყველას უჭირს ამისი თქმა ქალს. და თუ კითხავ ცრემლით გეტყვის. თუ გითხრა, თუ გენდობა ცრემლით. და რატო ტირის? იმიტომ ტირის რომ ეს ერში არის მიუღებელი, მაგრამ აი მორწმუნე ქალს როცა ვეკითხები ბავშვი მოუშორებია თუ არა თავისუფლად გეუბნება კი ის შეიძლება ერთი წვეთი
ცრემლი არ გადმოსკდეს. იმიტომ რომ ეს მიღებული ფორმაა. ერში. მაგრამ რომელი უფრო დიდი ცოდვა ღვთის წინაშე საკუთარ მუცელში ბავშვის მოკლა თუ თუნდაც მრუშობა. ორივე ცოდვაა, მაგრამ ეს მკვლელობაა თან საკუთარი შვილის. იცით, ადამიანები ბრმავდებიან. სიბრმავეა ცოდვის მიმართებაში. მაგალითად, ბიბლიაში წერია საოცარი, აი ეს რო წავიკითხე, იმდენად შემზარავი იყო, როგორ დაბრმავდნენ ესე ხალხი. კერპი ქონდათ, ხელებ გამოწვდილი. და ამ კერპზე დებდნენ ბავშვებს, რომელი ბავშვი მაგალითად თუ ორი ქალიშვილი ყავდა, ეს მესამე ზედმეტი იყო. და წირავდნენ ამ კერპზე, უკნიდან ცეცხლს უნთებდნენ და გახურებულ იმაზე ამ ჩვილ ბავშვებს, ცოცხალ ბავშვებს დებდნენ და იქ იწვოდა და ეს იყო კერპის შესაწირავი. და ამით ეგონათ რომ ის კერპი მადლობელი იყო, იმიტომ რომ თავისი ჩვილი შეწირა. ეხლა ეს დაუჯერებელია. მაგრამ წერია ესეთი დაუჯერებლები. და შემდეგში სამყარო რო შეიცვალოს, მე არ მგონია სამყარო ისე დადებითისკენ შეიცვალოს, მაგრამ ისე შეიცვალოს, რომ აღწერონ დედა რომ საკუთარ მუცელში ბავშვს კლავს, უკეთესობისკენ თუ შეიცვალა და თუ დაინახა რომ ეს ბოროტებაა სამყარო ქრისტიანობა, ანუ კაი სიგრძე განა. იცით მომავალი თაობა ამას როგორ შეხედავს, როგორც ახლა მე უყურებ იმას, როგორც ჩვენ უყურებთ იმას, როგორ შეიძლება ცოცხალი ბავშვი და ის ცოცხალია მუცელში. სხვა გაწავედით, თუმცა ესეც ძალიან შეიძლება ჩემი სუბიექტური აღქმა, მაგრამ ეს ტენდენცია არის უკვე ამ თვალსაზრისით დამოკიდებულების მკვეთრი ცვლილების, ვიცი, ახალგაზრდაობაში ნამდვილად არის. დიახ, და ეს სახელმწიფომ კი არ უნდა აკრძალოს, ქრისტიანმა უნდა აიკრძალოს. ქრისტიანობაში ეს მიღებული გახდა და ეს კატასტროფაა. ქრისტიანი მორწმუნე ქალისთვის, კაცისთვის. და უფრო წარმოიდგინეთ კაცებისთვის. მე მაგალითად მქონია ეგეთი შემთხვევები, რომ ჩემთან მოსულა ფეხმძიმე ქალი. ან მეოთხე შვილი, ან მეხუთე შვილი. რომ უნდოდა მას შვილი და ქმარს არ უნდოდა. და უთხოვია თუ ვიცნობდი მეუღლეს ან გამეცნო, ან ვისაც ვიცნობდი. რომ იქნებ გადამერწმუნებინა მისი ქმარი. და გადამერწმუნებია. და ის ბავშვები მომინათლავს. ბევრი მყავს ისეთი ნათლულები. იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ადამიანის სიცოცხლე ისეთი გახდა რა უმნიშვნელო თუ ის შენ არ ჭირდება და ადამიანის სიცოცხლე იმიტომ კი არ უნდა, ანუ შვილის სიცოცხლე იმიტომ კი არ უნდა გინდოდეს, ის შენ ჭირდება. არამედ ის ცოცხალია. ის ღმერთმა სიცოცხლე მისცა. ამიტომ წერია რომ ქალი ცხონდება შვილთა სხმით. შვილთა სხმით, პავლე მოციქული ამბობს, შვილთა სხმით ცხონდებაო ქალი. ეს უდიდესი საქმეა სიცოცხლის მიცემა. უდიდესი. და განსაკუთრებით დედისთვის. განსაკუთრებით დედისთვის არის ეს უდიდესი საქმე. და დაფასებულიც ამავდროულად საცხონებელი და ამავდროულად სანეტარო. იმიტომ რომ კარგად არის ნათქვამი, რომ მშობელი კი არ ზრდისო შვილებს, დედა კი არ ზრდისო მარტო. რამე ზოგჯერ შვილებიც ზრდიანო დედასო. და იმიტომ რომ თუ რამოდენიმე შვილი ყავს, ყველა არის სხვადასხვანაირი.
და თუ დედა რაღაცა ერთი პროფესიის არის ან ერთი მიმართულების არის, ის მეოთხე შვილი სულ სხვა მიმართულების არის და ის ვალდებულია ის შეისწავლოს. ისიც რაც მას უნდა ხასიათების განსხვავებულია და თავისი ქცევის კორექტივებაც უწევს. დიახ და რამდენ რაღაცას გასწავლის შვილი აქეთაც მისი ხასიათიდან გამომდინარე და მიმართულებებიდან გამომდინარე და ამიტომ დედა ბრძენდება სამხლოდ შვილები აბრძენებენ და დედასაც და მამასაც. ამიტომ ჩვენ სადღეგრძელოებში გვაქვს როცა მიცვალებული სადღეგრძელოს იტყვიან მე ამბობენ სიცოცხლის სადღეგრძელოზე და ბავშვების და ჩვენ ახლა პირიქით გამოგვივიდა ახლა ბავშვებზე ვისაუბრეთ მაგრამ ამ თემაზე მე დარწმუნებული ვარ მოbrunება არაერთხელ მოგვიწევს ახლა არ მინდა რომ გავაგრძელოთ თუ სხვა შეკითხვები უფრო მეტად იყო მაგრამ იმ ადამიანებისთვის ერთის მხრივ დარიგების და მეორეს მხრივ ნუგეშის ცემის თვალსაზრისით საინტერესო იქნებოდა რჩევები რომლებმაც ეს ყველაფერი თავის დროზე მართლაც აი დაღრმავებულობის გამო ვერ გაიაზრეს ვერ ხვდებოდნენ რომ ეს ძალიან დიდი ცოდვა იყო და შემდგომში ეს გაიაზრეს აი როგორ უნდა იქცეოდნენ შემდეგ უკვე ცხოვრებაში ეს როგორ უნდა მოინანიონ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა იქნება რომელიც ბევრს გაუჩნდება მეც ახლა გვეყურებს კითხვა და მაშინ ამას თხოვნი დავასრულებ ყველა ქრისტიან დედას თხოვ ვისაც უნდა რომ ცხონდეს ვისაც უნდა რომ ღმერთი მასზე მადლობელი იყოს ყველა შვილი გააჩინოს რომელსაც ღმერთი მისცემს ამაზე დიდს ისინი ვერ გააკეთებენ ვერაფერს ვერ გააკეთებენ შვილთას ხმაზე მეც. რაც შეეხება ამ გულის ხმაზე რა ხომ თქვი? ეს მე ახალგაზრდა მივედი ტაძარში 24 წლის ვიყავი წმენა რო დავიწყე. ბერად რამდენი წლის აღიკვეცეთ? 32-ის. 14-ის მონასტერში წავედი. და 24-ისას მივედი და 24-დან 32-მდე სწავლობდი, შესწავლა დავიწყე მისვლიდანვე ბიბლიის ახალი აღთმის. და მე სემინარიაში წავაბარე, სემინარიაში ხატვაც ვისწავლე, ხაწერა უბრალოდ და ტაძარს ხატავდი და ანუ ეს სადღაც 10 წელი გამოდის მონასტერში წასვლამდე, რომ შემეცნო და მცოდნო და რატომ მივდიოდი. თუმცა ხა ჩემზე არ ვამბობ. და აი ეს საკითხი ვინც გულისთქმით შეხედავს მან იმრუშა იყო ძალიან პრობლემური იმას აქში განსაკუთრებით ბუნებრივი ინსტინქტი ხო მოდის წინა პლანზე დიახ ხო და აი მეც სონდი კითხავს კაცო იმ ვინც გულისთქმით შეხედა რას ნიშნავს მითხრეს რომ ვინც ისურვა ქალთან რაღაც სიახლოვე. ხო, ნუ მეუღლე და როგორ უნდა მოიყვანო, ხო? ინტერესი თუ არ გაგიჩნდა, არ გაგიჩნდა. კითხვას ვამბდი რაც ეს როგორ შეიძლება? აი როგორ გავაკეთო ეს? და ნუ მიხსნიდან იქა მრევლი რა თქვა უნდა. ვინც არ იცოდა, რაც იცოდა იმას ამბობდნენ რომ ესე არ უნდა შეხედო და გულისთქმით არ შეიძლება და ეს უკვე ცოდვით დასაწყისია და რაღაცა რომ არ მესმოდა ეს როგორ შეიძლება ასე მოხდეს და მაგას არ ნიშნავს ქრისტეს ნათქვამი. გულის თქმის ანუ რო არის სურვო ისე ცოლს ვერ მოიყვანო. ანუ რო არის სურვო მასთან ხორციელი თუნდაც რო აკოცო რო არ შეიყვარო და კოცნა რო არ გინდოდეს ესე როგორ უნდა მოიყვანო ცოლი ხო? რაღაც სიყვარულია მაშტარა ტოლვარაში. და ამიტომ ეს ნიშნავს აი ქართული სიტყვა მრუშობა ბერძნულში ეს ბერძნულიდან არის უბრალოდ ქართულში ვერ დამკვიდრდა მრუშობა ნიშნავს დაქორწინებულის და სიძვა ნიშნავს დაუქორწინებელის პრინციპული განსხვავება ხო პრინციპული განსხვავება ამიტომ იქ ვიღაცამ რომ შეხედა და მოეწონა და ცოლად მოყვანა გადაწყვიტა მან შეცოდა ეგ არ წერია. არა, ეგ არ არის ცოდვა. პირიქით პავლე მოციქული ამბობს თუ არ შეგიძლია თქვენი ისა ყველას თავისი ყავდეს. ეგ ცოდვა არ არის. მაგრამ როცა თავისი ყავს
და სხვა შეხედა მან იმრუშა ნიშნავს მან ცოლქმურ კავშირს უღალატა ხომ ლამაზია ჩემი ცოლი მაგრამ ხო ლამაზი მინდა ოღონდ ის სწორად არის ნათქვამი ანუ სხვა ლამაზი ქალი კი არა ჩემი ცოლი მინდა უფრო ლამაზი იყოს კი ბატონო თავის ცოლზეა ნათქვამი ხო და ხო ლამაზია საქართველოს მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა ანუ ლამაზია მაგრამ მინდა უფრო გავალამაზო ჩემი საქართველოს ხო და ანუ აი ახლა ეს ჩვენ სახარებას ვაკეთებდით ბევრს ესე აქვს გაკეთებული ჩემი მოფიქრებული არ არის რა თქმა უნდა ახლა ეს სიტყვა სიტყვით კი არა შინაარსობრივად რომ თარგმნოთ დაოჯახებული ქალი დაოჯახებული კაცი როცა სხვას შეხედავს მან თავის მეუღლის უღალატა ეს არის უკვე სხვა რომ მოისურვა როცა მას თავისი ყავს. ამაზე ამბობს ქრისტე. ეს არის აქ თავარი შინაარსი ამის. ახლა გადავიდეთ, რატო დავიწყე ნებით. ლოცვა. ლოცვის თავარი დანიშნულება არის რომ გაიგო ღვთის ნება და რომელი არის ამ შემთხვევაში სწორი ღმერთის წინაშე ეს არის ლოცვის ყველანაირი დანიშნულება უმთავრესი აი მამაო ჩვენოში რო წერია იყავ ნება შენი ეს რატო წერია იყავ ნება შენი არ არის ღმერთის ნება არა იმიტომ რომ თავისგან რო თქვი რამდენი ნება ღმერთის კაცის ეშმაკის და კაცი ვალდებულია ამ კაცში გულისხმობ ადამიანი ვალდებულია რომ არ აღასრულოს ეშმაკის ნება მაგალითად ადამიანს რო უთხრა რომ აი ევას რო უთხრა მას შეჭამდა ღმერთები გახდებით უნდა მიხვდეს რომ ეს ტყუილია ეს არის მისი ნება ღმერთის წინააღმდეგი და ღმერთის ნება როგორია ეს წერია ბიბლიაში ამიტომ უთხრა ქრისტემ თქვენ ჩემი მეგობრები ხართ რადგან იცით რა მინდა მე თქვენ არ ხართ მონები მე არ გიწოდებთ მონებს რადგან იცით მე რა მინდა ესე იგი რა უნდა ღმერთს რა უნდა პირველ რიგში თვითონ ქრისტეში გვაჩვენა რომ რაც ეშმაკმა უთხრა ტყუილი იყო იმით ვერ გახდებოდნენ ღმერთები და აი ქრისტე რომ შეპირდა მესია სამოთხეშივე რომელიც გველს თავს გაუჭეჭყავდა თავს ნიშნავს იმ ცნობიერებას გაჭეჭყავდა გველის ცნობიერებას ანუ ეშმაკის ცნობიერებას დაამსხვრებდა და ისევ ღვთის ცნობიერებას მოიტანდა და ეს დაამსხვრია პირველ რიგში იმით რომ კაცი შეიმოსა ანუ როგორი პატივიცა ადამიანს რომ ღმერთმა შემოქმედმა ერთადერთი ქმნილება შეიმოსა განკაცდა კი არ გაანგელოზდა განკაცდა აი ეს არის უდიდესი პატივი და ამით პირველ რიგში დაამსხვრია იმ სამოთხეში ეშმაკის ტყუილი და მოვიდა და გვასწავლა არა უნდა მას პირველ რიგში ეს უნდა რომ ჩვენ ღმერთები გავხადოს ჩვენ ისევ გავხადოს ღმერთის სულიწმინდის სამკვიდრებელი დაგვეხმაროს განმხრთობაში დაგვეხმაროს განმხრთობაში მაგრამ ვერ დაგვეხმარება თუ ჩვენ სურვილი არის დიახ დაგვიდით და როცა თქვენ ამბობთ რომ ლოცვა არის ლოცვის დანიშნულება რომ ჩვენ გავიგოთ ღვთის ნება შენ ეს არის პროცესი სადაც შენ ესაუბრები ღმერთს და როგორ უნდა გაიგო როგორი არის უკუპასუხი ანუ რა არის მისი ნება ლოცვა გარდა იმ ზოგადი სწავლების გააზრების
ვიცნოთ ანუ ისე, რასაც გვასწავლიდა. აი ჩვენ ვესაუბრებით ღმერთს, ეს ჩვენ საუბრობთ, ხო, ამიტომ ვამბობ მე რომ ეს ჩამოწერილი ლოცვა დიახ. არ არის ის ლოცვის უმაღლესი ფორმა ეგ არ არის. ხო, ფორმალისტური მიდგომა ხო, ფორმალისტური მიდგომა, ამიტომ ჩვენ კი არ ვესაუბრებით, ძალიან საინტერესო ის აქ რაღაც თქვა გირო. არა, უბრალოდ აზროვნების აქტი უნდა დგებოდეს ლოცვის დროს, ეს არის ყველაზე მთავარი ალბათ, ხო? დიახ. და არა მხოლოდ იმის საკითხვა, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს დავუშვათ. თუნდაც იმ ტიპის ცოდვის მისაღებად, ცოდნის მისაღებად გასააზრებლად, რომელიც ლოცვებში არის მოცემული. პირველი პაისი ამბობს ძალიან საინტერესო სიტყვებს. პაისი ათონელი, ახალი წმინდანი, რომ თავის მოძღვარს ეუბნება, რომ მაქ უკითხებიო და იქვე პასუხებიო. ეს საოცრებაა. აი ეს ახლა ამას ბევრი ვერ მიხვდება რას ნიშნავს. ხო, რას გულისხმობს? ხო და ეს მეც მაგ. მე კითხვა მიჩნდება. თვითონ არ განმარტავს მაგას? არა, ეს მდგომარეობაა. მდგომარეობა. მე მიჩნდება რაღაცა კითხვა და პასუხები მოდის. მესაუბრება ღმერთი. ანუ ლოცვა არ არის რომ შენ ესაუბრები. შენ კითხვა გაქვს. კითხვას სვამ და ის გიხსნის. როცა ღმერთთან ხარ. ეგ მქონდა მე კორონას დროს. როცა მთელი ეკლესია სხვას ამბობდა. მე არასოდეს არ მისურვია რომ ეკლესია რო ამბობს იმის წინააღმდეგ რამე მეთქვა. ეგ პირიქით. მე მიყვარს ჩემი ეკლესია და მე ეკლესიის რა ვიცი, მოყვარული ერთ-ერთი ნაწილი ვარ. მცირე, მაგრამ ერთი ნაწილი. და დავსვი კითხვა. ეგრეა უფალო. ჩავეძიე და ვიპოვე რომ ეგრე არ არის. იქვე მოდის, იქვე მოვიდა, მაგრამ ესე არ არის ეს ასეა. მაგრამ მე იმის შემოწმება დავიწყე ამით. სწორი მოვიდა? ესმით? სწორად იყო ეს ყველაფერი? ამიტომ თუ მიკერძოებული არ ახარ რაღაცა შენი რაღაცის გამართლება არ გინდა, აუცილებლად ჭეშმარიტება მოვა. ჩვენ ვწდებით, როცა ჩვენი რაღაცა მიზნების გასამართლებლად ან თუნდაც ვიღაცის გასამტყუნებლად ის არ მოგწონს და უნდა გავამტყუნოთ. იქაც შევწდებით. ამიტომ ვიღაცის გასამტყუნებლად ან ვიღაცის გასამართლებლად როცა ამბობ არგუმენტებს თუ ეძებ, არგუმენტებს აუცილებლად შეცდომას უშვებ. მიზანი უნდა იყოს ჭეშმარიტების. დიახ. გრიგოლ ღვთისმეტყველს აქვს ნათელზე. ნათელი ღმერთი არის პირველი ნათელი. მეორე ნათელი არის ანგელოზები. მესამე ნათელი არის ადამიანი და მეოთხე ნათელი არის წმინდა წერილი. ადამიანი უფრო წინ დგას ვიდრე წმინდა წერილი. კი, ადამიანი წინ დგას, იმიტომ რომ ადამიანი სულიწმინდის სამკვიდრებელია. მაგრამ ამაშიც არის სულიწმინდის ნათელი. და ეხლა ჩვენ ამას რო ვკითხულობთ, ის ნათელი უნდა ამოვიკითხოთ, ის ნათელი უნდა მივიღოთ, რომელიც განანათლებს, ამიტომ ქვია განათლებული წიგნების იმით ნათელს ღებულობთ. და ეს რომელი ნათელია ბოროტის თუ და მეხუთე ნათელი არის კიდევ ეს ეშმაკი. ოღონდ ისიც ნათელია. მაგრამ უკუ რომელიც აბნელებს მისი ნათელი გაბნელებს. ანუ ნათლის ანგელოზი იყო ეშმაკი. ნათლის ანგელოზი. ამიტომ ამბობს რომ მაცხოვარი რო ამბობს რომ საიდან ვიცით ეს რომ ვიხილე სატანა ზეციდან ელვასავით გადმოგდებული ელვასავით ანუ ელვარე ისა ნათელი და ამიტომ ამ ნათელს რო ვღებულობ წაკითხულიდან მხოლოდ მაშინ მივიღეთ სწორ ნათელს როცა ჩვენ თვითონ მიზნად გვაქვს იმ მართალი ნათლის შეცნობა და არა საკუთარი თავის გამართლება ან ვინმეს გამართლება ან ვინმეს გამტყუნება
ამიტომ ჩვენი ნება ჩვენ რომ დაუთმოთ უფალს ეს ნიშნავს რომ ჩვენი სურვილებით არ უნდა მოძრაობდეთ ჩვენი სურვილი თუ არის ვიღაცის როგორც თქვი გაკერპება და იმისი გამართლება ვერასოდეს ვერ ვნახავთ სურპასუხებს ვერასოდეს ვერ ვნახავთ ამიტომ ნებელობას ამ შემთხვევაში საერთოდ ცხონებისთვის ახლა მიცვალებულებზე ხო იყო აკითხვა მაგრამ მაგი დავიწყეთ და ხო ცხონებისთვის ნებელობას აქვს მნიშვნელობა მაგრამ ის ადამიანი უკვე გარდაცვლილია ის ადამიანი გარდაცვლილია დააკვირდით ახლა და ვის ნებელობას აქვს მაშინ მნიშვნელობა ხო ეს რატო უნდა ვილოცოთ დიახ ანუ ხე ნაყოფით განიკითხება ერთი ეს დავიმახსოვროთ ანუ ადამიანი ხესთან არის შედარებული და ადამიანის ნაყოფი ხის ნაყოფია ანუ ხე ნაყოფით განიკითხება ნიშნავს რომ ნაყოფი შესაძლებელია ხეთი ცხონდეს ანუ შვილი მამით ცხონდეს მაგრამ მამა შესაძლებელია ნაყოფით გამართლდეს ანუ უკუარი ორივეა აი აღდგომის ხატს რასაც ვეძახით იხატება ძალიან ხშირად დავითი მეფე დიახ და სოლომონი ჯოჯოხეთში მაგრამ იქ ვინც იხატება ის ამოიყვანა ღმერთმა და ეხლა მე დავხატე ერთ-ერთ ტაძარში ნუ გადმოვიხატე რა თქმა უნდა ეს ძალიან საინტერესო ის იყო დავით მეფე ესაუბრება სოლომონს ესე აქ თითი აქ სოლომონი დგას და დავით მეფე ესაუბრება სოლომონს და ეს იმიტომ დახატა ეკლესიამ რომ სოლომონი შეცდა რაში კერპების ანუ უცხო ქალები მოიყვანა ცოლად და მათი ღმერთები აღიარა და ძველმა აღთქმა მიცის რომ სოლომონი შეცდა და ეს იმიტომ დახატა ახალმა აღთქმამ რომ დავით მეფემ განსწავლა ის შეცდომა აუთხრა მან მიიღო მამის სიტყვა ანუ მამის სიტყვას ღებულობს სიახლოვე ამდენად მნიშვნელოვანია და შვილის სიტყვას საძღებულობს მამა ამიტომ როგორი რაღაცა არის იცით რომ აი მე მაგალითად მამა ადრე გარდამეცვალა 4 წლის ვიყავი მაგრამ მე დარწმუნებული ვარ მამა ჩემი მონათლული იყო ყველაფერი მაგრამ მაშინ არ იყო რწმენა და ესეთი 72-ში ჩემსაც გაიგებს მე რომ ლოცულობ ჩემი ლოცვა მასთან მივა ნიშნავს რომ ჩემსაც ის გაიგებს მე დამიჯერებს რომ ეს ესეა დაჯერებაზეა აქ და არა იმას რომ შენ თუ ილოცე ის გადარჩება არა შენ რამდენად სწორად გეხარ ღვთის წინაშე იმდენად დაგიჯერებს მე ის და ის რო დაიჯერებს მისი მდგომარეობა როგორ იცვლება იქ სადაც არის ის რო დაიჯერებს დააკვირდით შენი ლოცვა მასთან მიდის იმედი აქვს აბრამის წიაღი რა იყო იცით ჯოჯოხეთში იყო არა იმედი იყო რომ მოვიდოდა ის ვისაც ელოდნენ და ეს იმედი იყო ნეტარება სრული ფორმით არა მაგრამ იმით რომ იმედი გაქვს ანუ როცა იმედი გაქვს იქ არ არის დეპრესია დეპრესია არის უიმედობა ხო როცა იმედი გაქვს სანამ გაქვს ეს იმედი მანამდე ჯანსაღად ხარ სულიერად ხნეთ ხარ იმიტომ რომ ის მოვა მე აქ არ დავრჩები დავით მეფე ამბობს არა დაუტოვო სული ჩემი ჯოჯოხეთს მესიას ეუბნება და ამიტომ როცა ჩვენ ახლობელისთვის ვლოცულობთ აქ ჩვენს მდგომარეობას აქვს მნიშვნელობა
არა შესაწირს. მოდელმა შეიძლება უთხრას, რომ შესაწირის მიხედვით განისაზღვრება მისი ბედი. მაგრამ ესე არ არის. შესაწირის მნიშვნელობა შენი განწყობიდან გამომდინარე. მათ შორის შენი ამ შესაწირის სამიზნე დაუშვათ გაჭირვებულ შეეწიო მისი სახელით დახმარების საჭიროების მქონე ადამიანს ქრივობულს და ასე შემდეგ ეს უფრო მეტად შენი სულიერი მდგომარეობის გამოხატულებაა რომელსაც აკეთებ და ეს არის ნუგეში შენი მიცვალებულისთვის ასე გამოდის ხო? კი, მაგრამ როცა შენ დგეხარ მართალზაზე ეხა მოწყალებას ანუ ეს არ არის ხელოვნური გადასახადი იმისთვის რომ შენ რაღაცა ტიპის ვალი მოიხადო ან გარანტიები შეიქმნა გარდაცვლილი ადამიანის სულის ცხონების საშუალად. არა. აქ საუბარია რაზე? დააკვირდით ადრე ეკლესია იყო გლახაკთა შემწე. პირდაპირი მნიშვნელობით. და ადამიანის საკურთხი რასაც ქვია. ნუ ეხლა საჭმლის მიტანა და რაღაც ესეთი. თვითონ არაკეთებდნენ, ანუ მიცვალებული სახელით ერჩივნად, რომ ეკლესიას გაეკეთებინა ეს მოწყალება. რომ ეკლესია განდიდებულიყო. მისი ავტორიტეტი და გაძლიერდა. აქედან გამომდინარე ეწერებოდა იმას თავის გარდაცვლილს, როცა ეკლესია აპურებდა ჩემი მიცემულით. ხო? დიახ. მაგრამ როცა ჩემ შესაწირავებს სათავისოდ იყენებენ. ეს შენ კი შეგეწირა. მაგალითად ერთ მღვდელმთავარს მონასტრისთვის მშობლებმა გარდაცვლილი შვილის სახელზე სახლკარი მიცეს უდიდესი რომ მონასტერი გახსნილიყო და მისი შვილი საუხა და იმ მღვდელმთავარს გაყიდა ძალიან დიდ ფასად და მას მაინც შეეწირა ის ვინც გასცა. ოჯა იმის შვილს ის მაინც შეეწირება თუმცა აქ გულნაკლული დარჩა გასაგები. გესმით? ანუ ჩემი მოქმედება ეწირება. რომ მე ეს მაინც ხო ეკლესიაში მივედი და ეკლესიას მისი სახელით მივეცი. თუმცა ის უდად მოიქცა. მაგრამ ერთი ხო ესე არ იქცევა. შენთვის მაგაზე აღარ აქვს მნიშვნელობა. ის აგებს მაგაზე პასუხს. შენთვის მნიშვნელობა აქვს რომ თუ ის ესე იქნებოდა და შენი შვილის სახელი შემდეგაც ილოცებდნენ იქ მონასტერი თუ იქნებოდა და მის სახელზე შემდეგაც ილოცებდნენ შენი წასვლის შემდეგაც შენზეც და მის შვილზეც ეს იქნებოდა უფრო დიდი ნუგეში ხო მაგრამ არ გააკეთა ისე მაგრამ ეს შვილს მაინც შეეწირება ამიტომ აი ეს 40 ეს ყველაფერი არის აი დღეს ეს ფორმალურობაა დღეს 40 არის უბრალოდ ხალხი მოდის და სუფრა უნდა გააკეთო და ასე შემდეგ და ახლა ყველაზე დიდი შეკითხვა არის რომ მარხვას ემთხვევა ის დღე და გადავწიო თუ გადმოვწიოთ ნუ ამ შემთხვევაში მე ყოველთვის ურჩევ ეკლესიური სწავლებით რა არის 40 სამეგრელოში იციან ისა კლავის გახსნას ეძახიან მესამე დღეს ოღონდ ამას აკეთებენ დასაფლავებიდან მესამე დღეს და ანუ სადღაც მეცხრე გამოდის სინამდვილეში ეს არის გარდაცვალებიდან მესამე დღეს უნდა მოხდეს იმიტომ რომ აღსგა მესამე დღეს ანუ იმის გამეორებაა რაც მოხდა ქრისტეს და მე-40 დღეს ხო ამაყლდა და ამიტომ ამბობს ეკლესია ეს არ არის დოგმატი ახლა დოგმატსა და ამ სწავლებას შორის რა სხვაობაა რომ სწავლება არის დოგმატია ის რომ 40 დღეს ქრისტე ამაღლდა ეს ვიცით სახარებიდან
მაგრამ მე-40 დღეს წდება თუ არა, ეს სწავლებაა, მაგრამ დოგმატი არ არის, იმიტომ რომ ეს არ სადარწერია. უბრალოდ იმის მიხედვით ვამბობთ. და მე-40 დღეს წდება, საითკენ მიდის ჩვენი სული. არის სწავლება რომ სადღაც 6 დღე ჯოჯოხეთშია, მერე 64-ში და ესე ოქროპირის სწავლება, მაგრამ ეს არ არის დოგმატი, უბრალოდ სული რომ ან ჯოჯოხეთში მიდის, ან 64-ში. ეს დოგმა. და მე ერთი ორი მონასტერი ვიყავით ერთად მღვდლები, ბერები და იქ თქვი ესეთ კითხვა დავსვი. როგორ ფიქრობთ? აი ჩვენ ახლა რო გარდავიცვლებით, 64-ში წავალ თუ ჯოჯოხეთში? და უცებ დავფიქრებლად ყველას ეგონა რომ 64-ში წავიდოდა. მერე რო ვისაუბრე მიხდენო, ვა, ჯოჯოხეთში მივდივარ და ვა. ესმით. ანუ რახან მღვდელი გახდა, მას გონია რომ 64-ში წავა. რახან ეპისკოპოსი გონია 64-ში წავა. რახან დაბებებული აქვს ადგილი. ესე არ არის. ესე არ არის. აქაური პატივებით თუ ის ამ ქვეყნად ღებულობს ქრისტეს, მაშინ ხო. ძალიან საინტერესო არის იოანეს სახარების თუ დრო გვაკიდე, მგონი გვაქვს ცოტა. კი, შეგვიძლია. ყოველი მიცვალებულის წირვაზე, ანუ მიცვალებული წირვა ნიშნავს მიცვალებული სახელზე, რომ შობელი ჭირის უფალი უკვეთავს წირვას. და იმ წირვაზე იკითხება იოანეს სახარება. და ეს რას გვეუბნება? ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ. ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სამს, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე. და განკითხვაზე არ მიდის. არამედ უკვე სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა. ეს ზოგიერთმა ახალმა თარგმანებმა შეცვალა და არ არის სწორი. ეს არის სწორი. ახლა აქ რა მნიშვნელობა აქვს ამას დაუცრება. ეს არის ქრისტიანობა. პრაქტიკული ქრისტიანობა. გეუბნებით იმას, ჩვენ ეს თარგმნით. ჭეშმარიტად გეუბნებით ნიშნავს, რომ გეუბნებით იმას, როგორც არის სინამდვილეში. სინამდვილე ჩვენ თქვით, რომ სინამდვილე არის, რომ არსებობს სული უკვდავი. და სული რო არ კვდება. სული სიკვდილი არის, მხოლოდ ღმერთთან მოშორებამ არ ქრება. ეს არის ჭეშმარიტება. ეს არის სინამდვილე. და ქრისტე რას ეუბნება, რომ ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სამს, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე. დაგვირით აქვს. ექნებას არ ამბობს. აქვს. აქ. და ის განკითხვაზე არ მიდის. არამედ უკვე სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა. გადადის არა. ანუ აწმყოში. ანუ ეხლა თუ არა ხარ გადასული, შეუძლებელია გადახვიდე. აი იქ უკვე გჭირდება ლოცვა. ათანასე დიდცა აქვს ესეთი სიტყვები, რომ სასუფეველს მრავალ რამეს ადარებს ღმერთი. და ერთ-ერთი შედარება არის სასუფეველი ცათა გავს საფუარს. ნუ მარგალიტს და ასე შემდეგ, მაგრამ ათანასე დიდი იყენებს მიცვალებულთათვის საფუარს. ანუ ეს არის თვისებები.
რაღაცა. აი როგორ უნდა ახსნა ჩვენ თქვით რომ იქაურს არა აქვს სახელი. არც მარგალიტია სასუფეველი, არც საფუარია, არც მარცვალია, არც რაღაცას ვადარებთ. ხო, რაღაცას ვადარებთ. იმიტომ რომ გავიგოთ რაღაცანაირად გავიგოთ შედარებითი აზროვნებით და აი ეს საფუარის თვისება არისო რომ სასუფეველი შეიძლება იქაც აღმოცენდეს შენში. იქ აფუდეს ჯოჯოხეთში. აქედან ლოცვით ადამიანში. მაგრამ ეს ცოტა მიღებული უნდა ქონდეს ეს საფუარი. მაგალითად საფუარი რა არის? ნათლობა. მონათლულია. მაგრამ აქ არ აფუდა, აქ ვერ იცხოვრა, ან არ იცხოვრა. უფრო ვერ იცხოვრა. არ იცხოვრა, ცოტა რთულია მერე მისი ცხონება. მაგრამ ეხლა ჩვენს წინაპრებზე მე მამაჩემი ვახსენე, ხო, 72-ში გარდაიცვალა. 72-ში ქრისტიანობა ათეისტურ სახელმწიფოში დევენ. რო შვილს ნათლავდა და თვითონ ნათლულები ყავდა, ეს უკვე რწმენა იყო. იმაში ნათლობის მეტი არაფერი არ შეიძლება, არაფერი არ იყო. არც ეკლესია იყო, არც არაფერი. ჩვენთვის ილორში იყო მარტო ეკლესია. ზუგდიდი და ილორი მოქმედი ეკლესია იყო ილორში. მოქმედი ეკლესია ზუგდიდის რაიონში, ხობის რაიონში არ იყო. იყო ილორში და სენაკში. სამეგრელოში თლიანად. და მაშინ შეუძლებელი იყო, მაგრამ იმ დროს ნათლობა უკვე ეს არის ის საფუარი, რომელიც შენს რწმენას განაპირობებს. იმ დროს საშუალება არ ქონდა სხვა. მაგრამ დღეს ისე რო დარჩე. როცა ყველაფერი საშუალებაა. აი იქ უკვე ცხონება ცოტა რთულია. ცოტა გერანო არ მინდა ახლა გასაგები. მაინც იმედი დავტოვოთ. იმედი დავტოვოთ, ჯობია. ამიტომ სიმონ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ აღდგომა იმ ქვეყნად არ იქნება. აქ ახლა გამოვრიცხოთ ის მიცვალებულები, რომლებიც მათ ვერ მოახერხეს აქ აღდგომა. იმათვის იქნება. მაგრამ აი ჩემთვის მე აქ თუ არ აღზდები, აქ თუ არ გადავედი, მით უმეტეს ღვდელი. თუ ქრისტიანი ხარ, თუ ეკლესიური ხარ, აქ თუ არ გადავედი მე სიცოცხლეში, აქ თუ არ გავცოცხლდი, იქ ვერ გავცოცხლდები. იმიტომ რომ აქ თუ არ გავცოცხლდი, ესე იგი მე სულიწმინდაზე უარს ვამბობ. ღვთის ნებაზე უარს ვამბობ. ღვთის სიტყვაზე უარს ვამბობ, რომელიც მე მაცოცხლებს. და ვზრუნავ რაღაც პატივებზე ამ ქვეყნიური დიდებაზე, რაღაც თანამდებობის შენარჩუნებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესეთები არიან, რომლებიც ქრისტეს ეტყვიან იმ ქვეყნად. განასიენ სახელით არ წინასწარმეტყველებდით. განაშენი სახელით არ დევნიდით ეშმაკებს. ქრისტე არ ეუბნება არ წინასწარმეტყველებდით, არ დევნიდით. არასოდეს ჩემებად არ მიცნი ხარ თქვენ. არ გიცნობ თქვენ ურჯულოების მოქმედო. აი ეს ურჯულოების მოქმედება რა არის? განაეშმაკის განდევნა არა. მიზანი გაქვს სხვა. ამას აკეთებ, მაგრამ სხვა მიზნისთვის. ამ ქვეყნიური ტახტისთვის, დიდებისთვის, პატივისთვის. და აი ეს მიზანი არის ურჯულოება. და არა ის მოქმედება, რომ ეშმაკს განდევნი. იმიტომ რომ ადამიანი მიზნით, სურვილებით, ისო სურვილს დაუბრუნეთ. სურვილებით განიკითხება. ეხლა მეორედ მოსვლისას მე არ ვიცი ეს თქვი ადრე თუ არ თქვი, მაგრამ ვიტყვი ისევ. მეორედ მოსვლას მამები ეძახიან საშინელ სამჯავროს. და დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც არის მაგალითად სულის ჯოჯოხეთში გაშვება, ესეც ხო საშინელია. მაგრამ ვინც დღეს ჯოჯოხეთშია, ის თუ მონათლული იყო და ღმერთის წამდა, რაღაცა იმედი მას რჩება, რომ მეორედ მოსვლისას ღმერთი ამოიყვანს იქიდან. მაგრამ რატო და თუ მეორედ მოსვლისას ჯოჯოხეთიდან ამოიყვანს, მაშინ გამოდის რომ მეორედ მოსვლა დღეს ვინც ჯოჯოხეთშია იმათვის არ არის საშინელი.
პირიქით მეორე მოსვლისაზე მოელია ხსნას ხოს და ამით უკავშირდებით მათ შორის ჩვენი მაყურებლის შეკითხვა ჩვენ აქედანით შეგვიძლია შევეციოთ როგორც შთამომავლებების ან მასზე მლოცველი ადამიანები ჩვენი სულიერი მდგომარეობით ვესაუბრებით მას და განვაპირობებთ აი ამ იმედის ასე თქვათ ტრანსცენდენტულად გადაცემას მათთვის. დიახ, იმიტომ რომ აი ისევ ნებას რო დაუბრუნდეთ ცოცხალ ადამიანს, მაგალითად შვილი, რომელიც აუგუსტინე იყო რაღაც სექტაში, მწვალებელი იყო. ნეტარი აუგუსტინე. ახალგაზრდობაში. დიახ. დედამისი ნონა დადიოდა ამბროსი მედიოლანელთან. უდიდესი წმინდანია, ძალიან მიყვარს ის არის რომაელი, ლათინი. მედიოლანელი ნიშნავს მილანელი. მილანის ის იყო. რომის პაპი იყო თავის დროს. და მას ევედრებოდა. და ის ეუბნებოდა ილოცელო. და როგორც ჩანს მე მან მოახერხა ნეტარ აუგუსტინესთან საუბარი და მოაქცია და ნუ ნეტარი აუგუსტინე არის ნეტარი აუგუსტინე. მისი მოქცეულია, მაგრამ დედის ლოცვით. ეხლა რატო ეუბნებოდა ილოცე? ჩვენ ხო თქვით თავისუფალი ნება. აი მაგალითად როგორ ამართლებს ეკლესია ბავშვების მონათლას. როცა მშობლებს ბავშვები მიყავთ, ბავშვებს ხო არა აქვს ნება. დიახ. მაგრამ აი ჩვენ რო დაცემული ვიბადებით. ეს ჩვენი ნებით მოხდა? არა. ეს ადამიანის ნებით მოხდა. ხო ესე? ჩვენ კი არ შევწოდეთ. ჩვენ შუაში არ ვართ. ჩვენ შუაში არ ვართ. არაფერ შუაში ვართ, ხო? მაგრამ რახან მამამ მისი ناقოფი ვართ. და მისი ناقოფი ღვთისგან ცარიელი იბადება. ხო? და თუ მამის ცოდვა გადმოვიდა, მამას აქვს უფლება შვილი ღმერთთან მიიყვანოს. ანუ ჩვენ ჩემს ნებას მე როცა უმორჩილებ ღვთის ნებას მაშინ ჩემი ნება აძლევს ღმერთს უფლებას რომ ჩაერიოს მის ნებაში რაღაცა დამართოს ისეთი რომ გონს მოვიდეს ეს არის სხვისთვის ლოცვა ანუ მე როცა სხვისთვის ლოცულობ იმ სხვა რომელიც მიცნობს მე ჩემიანია ანუ როგორც მოდელს მიცნობს და როცა მისთვის ლოცულობ მე ღმერთს ვაძლევ უფლებას რომ ჩაერიოს მის ნებაში რომელიც მისია მაგრამ ჩემი ნებით მე ვაძლევ უფლებას და ეშმაკიც ვერ ეტყვის შენ რატო ჩაერიო ღმერთი ეტყვის აი ბავშვურად რო თქვა მამა დოროთე მთხოვაო ანუ მე ვაძლევ უფლებას რომ ჩაერიოს მის ნებაში და აი მოსესთან არის ეს მოსე რო მოსეს რო ეუბნება ღმერთი რომ ამ ერს ამოვწყვიტა და შენ გაგამრავლება არ გააკეთო უფალო ღმერთის ნებას ცვლის ისინი სიკვდილის ღირსი იყო მაგრამ მოსემ რახან ითხოვა და მათი წინამძღოლი იყო მოსეს მიცა კაი შენ გამოასწორეო და მოსემ დაიწყო გამოსწორება ასევე როცა მეუბნებიან აი მაგალითად მოდიან ჩემთან და მეუბნებიან რომ ვილოცო ადამიანს დაუჯდები 1 საათი ვესაუბრებ არ ესმის ჩემი და მეუბნება ვილოცო და მე ვეუბნები რა ვილოცო ყველაზე დიდი ლოცვა არის რაც გითხარი ანუ თუ ჩემი ნათქვამი ოღონდ ჩემი კი არ არის ეს ღვთის ნათქვამს რო გეუბნები ეს არ გესმის და არ გინდა მაშინ რომ ვილოცო რა უნდა ვილოცო რაღაცა უნდა მოხდეს შენთან ისეთი რაც შენს ნებას დაანგრევს ან რაღაცა მოხდება ისეთი ხო ან სხვანაირად როგორ ეს უნდა გაგაგებინოს ამიგეთ ანუ ჩემი სიტყვა არ არის ჩემი სიტყვა ქრისტეს სიტყვა თუ შენის აქ არ გესმის აი ძალიან ბევრს ეტყვის ქრისტე იმ ქვეყნად ასე არ გააკეთე არ მინახულე არ მაჭამე სად გნახეთო დოროთემ ხო გითხრათო ან გიორგიმ ხო გითხრათო ან იმან ხო გითხრათო ნუ ახლა ჩემს სახელს ვამბობ უბრალოდ ანუ ღმერთი ჩვენი პირით საუბრობს
აი ქრისტე ჩვენით საუბრობს. ამიტომ ქვია მღვდელს ანგელოზი. და თუ მე ვეუბნები იმას, რაც ქრისტესია და ის არ ღებულობს, ის იქაც არ მიიღებს ქრისტეს. და მაშინ ლოცვასაც აზრია. მაშინ ლოცვასაც აზრი არ აქვს. ამიტომ როგორ არის იცით, აი როცა აი შინაგანი განწყობაზე ვიტყვი ხო. მეორედ მოსვლისას მარჯვნივ ყოფებს, სხვათა შორის გამოარჩევსო თხებს და თიკნებს. ამაზე მინდოდა ცხოველებზე, მინდოდა საერთოდ საუბარი, რაც მოხსენებულია ცხოველი. რატო უწოდა მელა ჰეროდეს ცხრები რატო ქვია მორწმუნეებს და ანუ ვინც მიყვება და ციკნები რატო ქვია, ანუ თხები რატო ქვია იმას. ვინც მარცხნივ მოხვდება. დიახ. ცხვრის ფარას აუცილებლად ჭირდება თხა. ანუ ეს უნდა იცოდე მეცხოველობა. თხა ჭირდება, იმისთვის თხა მიდი წინ. და თუ სადმე კლდეა, თხა გონიერია უფრო, ამიწიერად. ამფერნიურად და არ გადავარდება. მოუხვევს წამოვა და თუ ცხვარი წავიდა და თხა არ მიყვება წინ. ყველა გადაცვივდება. თან უკნიდან აწვევიან და ის ბოლოს გადავარდება. ამიტომ თხა ჭირდება ცხვრის ფარას, რომ კლდეზე სადმე არ გადაეჩეხონ. და ეს მარცხნივ ყოფები არიან თხები, ანუ წინამძღვრები. საეკლესიო და საერო. კი, მიწიერი გონება აქვთ. წინამძღვრობენ, მაგრამ მარცხნივ ხვდებიან უმეტესწილად. და იმად განა არა აქვთ სიკეთე გაკეთებული. ანუ მე არ მაჭამე, მე არ მასვი, მე არ მინახულე, ასე ამბობს ქრისტე. იმათ ციხეშიც ბევრიც ექნება მონახულეული თავისიანი. ბევრისთვის ტენდერებში გამარჯვება აქვთ მიცემული. ბევრისთვის, რა ვიცი, მღვდლობა, ეპისკოპოსობა აქვთ მიცემული და ასე შემდეგ და პატივები და ფულები გადარიცხულები და ბევრი რაღაცა. მაგრამ ამას ქრისტესთვის არ აკეთებენ. ეს არის აქ. თორე როგორ შეიძლება მარცხნივ ვინც მოხვდება, არავისთვის არ უჭმევიათ. განაშვილისთვის არ უჭმევიათ, ან ამერიკაში არ გაუგზავნიათ სასწავლებლად, ან კი, რა თქმა უნდა, არა ქრისტესთვის არ გაუგეთებიათ. ახლა ქრისტესთვის გაკეთება რას ნიშნავს? როცა მის გამო არაფერს არ ელი, ამ გაკეთებულის გამო. მაგალითად ყოფილა ჩემთან ესეთი მომენტი, რომ შინაგანად ერთი ხმა მეუბნება, ნუ იტყვი ამას, ორი დაგჯია. გავჩუმდე, უკვე ვერ ვიცხოვრებ. ვითომედეს ქრისტიანულად, როცა სიმართლეზე გავჩუმდები. და შევინარჩუნო მღვდლობა აი რისთვის? რა არის მაშინ მღვდლობა? ის რო ჯვარი დავწერო, მოუნათლო და ფული ავიღო, ეს არის ჩემი მღვდლობა, ამისთვის ვარ მღვდელი? ამას ტვირთავობა მირჩევნია. ტვირთავად რო ვიმუშაო, პასუხისმგებელი მაინც არ ვიქნები ამ ტვირთზე ერთიდან მეორე ადგილას გადავიდან და მომცემე ფულს. ეხლა ვერ ვიმუშავებ, მაგრამ ახალგაზრდობაში. მაგრამ ხა იმუშაო მღვდლად და ჭეშმარიტება დაადუმო შენში, მაშინ ხო არსებობ, მაგრამ სად მიდიხარ? მე რა სად მიდიხარ? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამიტომ ვსაუბრობთ მამა დოროთეს ამბიონში, ღიად გასაგებად მკაფიოდ, ყოველგვარი ირიბი მინიშნებების გარეშე, რომ რაც შეიძლება უფრო გასაგებად იქნას აღქმული კიდეც მათ მიერ, ვინც არის მოწყურებული ამ ცოდნას. აი, ნეტარი იყვნენ მოწყალენი. ეს მოწყალება გულმოწყალეს ნიშნავს, მაგრამ და არა იმის გაცემას მარტო. რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია ამ წარმავალი ფულით, სახლით ღმერთი მოიპოვო. თუ ეს ქრისტესთვის გააკეთებ და ამის გამო არ ელოდები ამ ქვეყნიურ პატივებს, რაც შენ გააკეთე.
ეს არის ქრისტესთვის გაკეთებული. ამიტომ ამბობს ქრისტე რომ მე მაჭამეთ. იქ იმაზე კი არ ამბობს რომ რაღაცა სოციალური ის გააკეთე, მე მაჭამე. რა თქმა უნდა ყველა მოწყალება სიკეთეა, მაგრამ ღვთის წინაშე მე და დააკვირდით როცა რჩევას მივცემ ყველას ვინც ღვთის წინაშე წარდგება. ან როცა ამ ქვეყნადვე მასთან მოვა ღვთის სიტყვა და მის აზრს გაამტყუნებს. რა უნდა უპასუხო? აი მარცხნი მყოფები თუ ეტყოდნენ დიახ უფალო შევწდი. შენთვის უნდა მეჭმია. შენთვის უნდა გამეკეთებინა. ის მარჯვნივ გადმოვა. თავარი გულწრფელები იყვნენ, მაგრამ ამაში გულწრფელი სიტყვა კი არა. სიტყვა კი არა, სინანული. შევწდი. ეს რო ეთქვა ადამიანს, სამხედრო არ გამოდევნილა. დიახ უფალო, შევწდი, შენ სიტყვას უარყავი. მადლობა მამა დოროთე. თავისთავად წარმოდგენაც კი ამ ვითარებისა სიტუაციის ემოციურად განსაკუთრებული არის ადამიანისთვის, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამაზე არ ფიქრობდეს და მათ შორის აი იმ წამზეც ზეც ახლა თქვენ ისაუბრეთ. მადლობა თქვენ და მადლობა უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ საათზე მეტი გამოგყვა დღევანდელი ამ გადაცემის მსვლელობის დროს. იქნება კიდევ ძალიან ბევრი შეკითხვა, ამ შეკითხვებს ჩვენ ვერ ამოვწურავთ, მაგრამ ვეცდებით, რომ ჩვენი და პირველ რიგში თქვენი ცოდნის შესაბამისად პასუხები გავცეთ, ამიტომ მინდა მოუწოდო მათ, რომ თუ გაუჩნდებათ ასეთი შეკითხვები, აუცილებლად მოგწერონ ჩვენს პლატფორმებზე, ჩვენ მათ გავეცნობით და ვეცდებით, რომ უპასუხოთ. აქ დავასრულოთ დღეს, აქ დავამთავროთ დღევანდელი გადაცემა და ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს და მომდევნო კვირის სასაუბრო თემაც იქნება უკვე სადღესასწაულოც იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ამაღლება გვემთხვევა ხუთშაბათს მომდენ. ხუთშაბათს წინასწარ შეგვიძლია მიულოცოთ ჩვენს მსმენელებს, მაყურებლებს და მადლობა ნახვამდის გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ეს გადაცემა და გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს და მეგობრებს. მადლობთ.